მოგესალმებით. ეთერში გადაცემა რეზიუმე სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც მისმენს FM 103.9-ზე, რადიო პალიტრის ეთერით და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით. დღეს არის პარასკევი და ჩემთან ერთად არის ჩემთან წამყვანი დართო ზურაბიშვილი, რომელსაც ასევე მივესალმებით. გამარჯობა. მოგესალმებით მერაბ, მივესალმებით ჩვენს მსმენელებს და მაყურებლებს. გამომდინარე იქედან რომ რაღაც შიდა პოლიტიკაში განსაკუთრებით ახალი არაფერი არ ხდება. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ძირითადად უკრაინის, ამერიკის და რუსეთის თემაზე და საკმაოდ საინტერესო სტუმარი გვეყოლება და მასთან ერთად გავივლით ამ ყველაფერს. ეგ საერთაშორისო კონიუნქტურა ჩვენ შიდა პოლიტიკაზე ძალიან ხო, რა თქმა უნდა და იქ უფრო გასცილებით საინტერესოდ ვითარდება მოვლენები, რასაც ვუყურებთ, ხო? შესაბამისად, აი მაგალითად ეხა დადო ბლუმბერგმა რომ ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა დონალდ ტრამპს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ვარიანტების შესთავაზესო და რაღაც ყოველდღიურად იცვლება ეხა ტრამპის დამოკიდებულებას და საინტერესო იქნება ამის განხილვა. და პირველ ნაწილში მინდა შემოგთავაზო ერთ კვლევას გავეცანი ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ და უკეთა კვლევა ფოკუს ჯგუფებს. ფოკუს ჯგუფებთან, სადაც ძირითადად იყო გამოკითხული ქართული ოცნების ამომრჩეველი. და ძალიან საინტერესო პასუხები არის სხვადასხვა თემებზე, ანუ რას ფიქრობენ ოცნებაზე, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ და ბევრი საინტერესო ტენდენცია გამოიგო, მე საერთოდ მიმაჩნია რომ ოპოზიციური პარტიებიც აკეთებდნენ ამ ასეთ კვლევებს, იმიტომ რომ ეხა ქართული ოცნების ამომრჩეველი თუ არ იცი რა უნდა, შენ მარტო შენ სამომრჩეველს ელაპარაკები გამოდის. რომელიც ისედაც ჩენია, ხო? და თავიანთი წამგებიანია, ხო? ესეთ დამოკიდებულება აქვს ქართულ ზოგ ოპოზიციურ პარტიას. ეხა ის ოცნებას აძლევს, ხვალ და რა აზრი აქვს მასა ლაპარაკს და ბოდიში, მაგრამ როგორც ტარანი ისე არჩევნები არის თვლით. ხო, ხა თუ 10 კაცი არის დაუშვათ ამომრჩეველი და იქიდან 6 აძლევს ოცნებას ხმას, ის მე-6 და მე-5 თუ არ გადმოიბირე შენ ყოველთვის წააგებ არა მაგ სხვა მიერაბი ჩემი აზრით ყოველთვის წააგებ იმარჩეველი რატომ აძლევს ხმას იმიტომ რომ მაგ ღირებულებითი მომენტია განსხვავება თუ რამე სხვა მაგას და ნუ ბევრი საინტერესო თან და ეხა გეტყვით მაგალითად და ამოწერილი არის შეჯამებული ეხა რას ამბობენ ესენი ახალგაზრდები ცალკე ყავდა ძვირგაზრდები საჯარო მოხელეები და ასე შემდეგ ესეთ ფოკუს ჯგუფები სადაც მიდის ეხა ჩაღრმავებული ესე კითხვა პასუხი მაგალითად რა მოწონთ ოცნების კანონების გამკაცრება თუმცა ამბობენ რომ ახსრულება არ ხდება მკაცრი ხელი ყველას დაჭერდა ციხეში ჩასმა ოპოზიციის წაკესებული ბავშვები თუმცა 6 წლის ციხესთვის ეწოდებათ ანუ ის რომ დაიჭირეს ეს ხალხი და ეს ოპოზიცია აქციის მონაწილეები ეს მოსწონთ მაგრამ 6-7 წლის ჩასმა არ მოსწონთ ეს ცოდვაა და სამსახურებიდან იმ საჯარო მოხელების გაშვება ვინც არ ეთახვება მართველი პარტიის პოლიტიკას ესეც მოსწონთ და პოლიტიკური ლოზუნგებით დგას მიტინგებზე აზრის თავისუფლებას გამოხატვა შესაძლებელია ამბობენ მაგალითად რა აწუხებთ ეს არის ყველა საინტერესო მიუხედავად იმისა რომ ქართული ოცნების მომხრეები არიან რა არ მოსწონთ თავლას დაჯერა უნდათ ესე იგი მაგი ხო ეს არ მოსწონთ ეს აქციებზე ეს აქტიურობა და ასე შემდეგ თუმცა ეს ცემა ხალხის არ მოსწონთ გამოიკვეთა ანუ მიუხედავად იმისა მხრობია რომ ვინც რაღაცა იქ აშავებს უნდა დაიჭირო მაგრამ 6-7 წლით არა ეხლა ცოდვები არიან მაგრამ აი ქალების ცემა ნიღაბა ამ ხალხის ცემა და ასე ვთქვათ ძალადობა აქციებზე არ მოეწონათ ქართულ ოცნების ამომრჩეველს. მე საერთოდ ვფიქრობ რომ ქართულ ოცნებას სხვათაშორის ხშირად ატარებთ ასეთ კვლევებს და აღმოაჩინა ქართულ ოცნებამ რომ ეს ცემა ხალხის მართ ამომრჩეველებსაც არ მოეწონათ ერთი რომ შეწყვიტეს ეს ამავიდა სხვა მეთოდებებზე გადავიდნენ იქ დაჯარიმებები და რაღაცა და მეორე არის რომ ჩემი აზრით ამის გადასაწონად შექმნეს ეს საგამოძიებო კომისია, სადაც სააკაშვილის ხალხს თავიდან ახსენებენ იმ ძალადობას. ანუ ეხლა რომ რაღაცა გაგიკვირდათ, ეს რომ ვიღაცა 1-2 ცემეთ, ეხლა მათი გადმოსახედინა. როგორც ყობახიძემ თქვა 1-2 ინციდენტი მოხდაო, ხო? აი ეს რომ გაგიკვირდათ, აი ნახეთ ეხლა ყოველდღე მოგასმენიებთ მიშას დროს რა ხდებოდა და ჩემი აზრით ერთ-ერთი მიზანი ეგ არის. სხვა მიზნებიც აქვს შეიძლება საგამოძიებო კომისიას. კი, რა თქმა უნდა, სააკაშვილის დროინდელი რაღაც რომ გაახსენონ ხალხს. ხო, ჩვენ კი ვცემეთ ხალხი, მაგრამ აი აქტუალიზაცია იმ დროს რა ხდებოდა და ეს სხვათა შორის ამ კვლევამ ერთ-ერთი რაც აჩვენა, რაც ისედაც მე და შენ ისედაც ვიცოდით, უბრალოდ ეს ახლა კვლევითაც რომ დადასტურდა, კარგი არის ის რომ ყველგან აგებს ამ აქ საუბარია კიდევ იმ რომ ქართულ ოცნების ამომრჩეველში ისინი აკრიტიკებენ ხელისუფლებას მაგრამ
ეგრევე აგებს ოპოზიცია, როგორც კი ნაციონალური მოძრაობის ფაქტორი შემოდის, ისინი ამბობენ ასეთ რამეს, რომ კი ეს ცუდია, მაგრამ ნაცების დროს უარესი იყო. აი ეგ არის ერთ-ერთი მათი ანუ ნაცები არის აი მთავარი გასამართლე ოცნებისთვის და ამ ხელისუფლებისთვის დღემდე ნაციონალური მოძრაობა რჩება აი მთავარი საყრდენად ასე ვთქვათ, რითიც ყველაფერში თავს იმართლებს. კი, სასამართლო ეხა არ არის დამოუკიდებელი. მაგრამ მაშინ უფრო ცუდი იყო. კი, ეხა პოლიცია ცუდად იქცევა, მაგრამ მაშინ უფრო ცუდად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაფერზე და მათი მომხრეებით იგივე სიმბოლო. მაგრამ ნახეთ, რამდენი რამე არ მოსწონთ მათაც, მაგალითად რა აწუხებთ. კრიმინალი მისახედია ამბობენ. კრიზისი მშვიდობიანად უნდა დამთავრდეს. ფასები გაიქცა. ქართული ოცნების მომხრეები ამბობენ, სამსახურები არ არის. ხელფასები და ფასები ერთმანეთს არ შეესაბამება. 50 ლარის სადილის გასაკეთებლად არ ყოფნის და ასე შემდეგ. არ მოსწონთ რომ სხვათა შორის დეპუტატებმა რომ 11,000 და 12,000 ლარი გაიხადეს ხელფასი და ამაზე რატო არ აკეთებს აქცენტს ოპოზიცია ჩემამდე არ დადის. ერთხელ ახსენეს და დაივიწყეს. მე რომ ოპოზიციის ადგილზე ვიყო, ესე მაისურებს დაუბეჭდავდი, ერთს ქონდა სხვათა შორის აქტივისტებს ეს მაისური და ეთერებში სულ მაგითი ვლედი რომ აქ აი დეპუტატის ხელფასი 12,000 ლარი, პენსია 400 ლარი. ამ განსხვავება რო იყოს რა. ხალხის საჭიროებებს აიგნორებს მთავრობა ამბობენ. სირაქლემას პოზაშია, ძალიან ბევრი სფერო თავის ნებაზეა მიშვებული, უცხოელების შემოსვლა არ მოსწონთ. ქართველს აქ ვერ წააწყდები ქუჩაში, ანუ არც რუსები სხვათა შორის არ მოსწონთ, ბევრი რო არიან და არც თქვა არაბები და სხვები. ცუდი კომუნიკაცია აქვს ხალხთან, ანუ კარგად ვერ უხსნიანო. ამ რაღაც ის მაგალითად ზოგი ამბობდა რომ 28 ნოემბერს რო გააკეთა განცხადება ის რომ უკეთ აიხსნათ ხალხისთვის ეს აქციები არ მოხდებოდა რატო გააკეთა და ასე შემდეგ ხო ცუდი კომუნიკაცია უხარისხო პროდუქტები საერთოდ არ მოწმდება არაფერი სკინტლის სკანდალი და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჯანდაცვაში მაღალი ფასები ბიუჯეტის ქურდებს არ სჯიან ამ კორუფცია აწუხებთ მაღალი საბანკო პროცენტები ევროკავშირში არა ამხელა პროცენტი კატასტროფული დემოგრაფიული მდგომარეობა ეს არ მოწონთ გადაშენების გზაზე ვარ და ასე შემდეგ ეს მთავრობა რომ იძახის ეკონომიკა ყვავისო სასაცილო იგდებენ თავსო თვითონ ამბობენ რა ანუ ოცნების მომხრე ამბობენ რომ ეს მთავრობა რომ იძახის ეკონომიკა ყვავისო ძალიან სასაცილო არის ხო იმიტომ რომ ნუ ჩვენ მოვებზოთ ნეპოტიზმი არ მოსწონთ და ასე შემდეგ ეხლა რა გონიათ რის გამო გამოვიდოდნენ პროტესტზე ესეთი კითხვა დაუსვეს და საინტერესო პასუხებია ხელფასის მომატების მოთხოვნით გამოვიდოდიო ჯანდაცვის გაუმჯობესების მაგრამ პოლიტიკურ თემებზე არა ასე გებია მე მგონი ხა მაგას ჩვენ თუ გადავხედავთ ხო კიდე ერთი საინტერესოა ვიდეოიტყვი ახლა რა გონიათ რომ რუსეთისკენ არ მიგვაქანებს ეს მთავრობა რომ დაკარგული ტერიტორიები დაბრუნდება ახლა ომის საფრთხე შემცირებულია ნეიტრალური გეოპოლიტიკის დამსახურებით მაგრამ მაინც რჩება შენ რომ იტყვი რომ არ მინდა ევროკავშირი რუსეთს არანაირი мотиваცია აღარ ექნება ომის დასაწყებად. ანუ ჩვენ შეიძლება უარი ვთქვათ ყველაფერზე, ოღონდ რუსეთმა ომი არ დაიწყოს ევროკავშირზეც მათ შორის. და ერთი ფრაზა, ციტატა, რომელსაც წავიკითხავ, ერთ-ერთი მონაწილის ნათქვამიდან, ანუ საით მივდივართ, საქართველოსთვის კი არ აკეთებენ რამეს თავისი შემოსავლებისა და სკამებისთვის. ანუ ოცნების მომხრე ამბობს ოცნებაზე. სკამებისთვის. იმდენად არ გვინდა ნაციონალების დაბრუნება, რომ დაკონციალებულები ვართ ამ მთავრობაზე. არადა ძალიან ბევრი ლაფსუსი აქვს. ერთი პლუსი აქვს, რომ მშვიდობა და სტაბილურობა შეგვინარჩუნდეს. იმდენი მინუსი აქვს, იმდენი რომ მესამე ძალა რომ გამოჩნდეს, ერთიც გაღებებული დარჩება და მეორეც. ეს არის მიცილი მესამე ძალას მოგოდებით 12 წელი. მოკლედ, ისევ ნაცების თემა. ნუ ნაცების თემა არის, რა თქმა უნდა. ხა ეგ როგორ არის ეს საინტერესო კვლევა გაგებით აი ფილმი გამახსენდა რაღაცას ფილმი არის რა სურთ ქალებს ასე ქვია უნდა ეს არის კვლევა არის რა სურთ კონცეპტი იცახოთ ანუ რა სურთ ოცნების მომხრეები და სხვა შორის მნიშვნელოვანი თემა აქ არის ბევრი საკითხი ჩამოთვლილი რომელიც მათ აწუხებს რომელზეც შეიძლება ილაპარაკოს ოპოზიცია და არ რამდენიმე ტენდენცია დავინახე მე პირადად აი ამ სიღრმისეული კვლევა არ გვაქვს ჩვენ ჯერჯერობით, ანუ უფრო დეტალური, მაგრამ რაც არის, მე მაგ დავინახე ასეთ, ეგ ჯერ ერთი დავიწყოთ იმით, რომ ოცნების ამომრჩეველს არ მოსწონს ოცნები. ეს ზოგადად ანუ კარგიო, იმაზე კი ვერ არის. ხა მთლიანობაში ბევრი რამე არ მოსწონს. ბევრი რამე კი არა, ნუ პრაქტიკულად არაფერი. ერთადერთი რაც მოსწონს არის რომ მშვიდობა გვაქვს და მშვიდობის მიმართ საფრთხეს ისინი ხედავენ ოპოზიციის ანუ ნაცების გადაჭარბებულ პროდასავლურობაში რომ ამით რუსეთს ვაღიზიანებთ. აი ეს ჩანს ცოტა.
ანუ ეს პროპაგანდა, რომელიც ეს არის ძალიანად პროპაგანდის ნაყოფი და ეს ამ პროპაგანდამ, იმიტომ რომ მას არ ქონდა აქედან არ დახვდა თავის დროზე საპირწონე, ძალიან სერიოზულად არის გამჯდარი ამ პროპაგანდის მომენტი, რომ ოცნება არის მშვიდობის ყოფილი. ანუ შეგვინარჩუნა მშვიდობა, არ მოხდაობი, რუსეთმა არ დაგვწყვა, არ დაგვარტყა. ნაციონალური მოძრაობის მომენტი, რომ ნაციონალური მოძრაობა არის თავარი საფრთხობელა კვლავ. ეს ჩანს ასევე ამ კვლევაში და ეს ისედაც ვამბობდით ჩვენ სულ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და ამის მიზეზი არის ის რომ კვლევაში ეს არ გამოჩნდება უბრალოდ ამის მიზეზი არის რომ ხა ახლა რო ძალადობაა და იქ რო ძალადობა ნაცმოძრაობის დროს ეს სახელმწიფო წნეხი ძალიან ბევრად ასეულობით ათასია ადამიანი ვისაც რაღაც ფორმით მაინც შეეხოდა ეს როცა შენ პირადად შეგეხება სრულიად სხვა ტიპის ემოციაა ვიდრე ის რომ ვიღაცას კუჩაში რა კი მესმის და აქ განანდა ეს ოპოზიციური პარტიები გაიძახიან რომ ვაიმე ეს პროპაგანდა არის პროპაგანდა რას ნიშნავს იმ ადამიანს პირადად რო შეეხება პროპაგანდა უნდა რა შეჭირდება იმას დამატებით კი ქართული ოცნება ამაზე აგებს პროპაგანდას მაგრამ პროპაგანდა რამაც საფუძველზე თუ არ დგას цариელ სიტყვებზე პროპაგანდა ვერ იარსებებს ხო цариელ ადგილზე მეორე რაც ჩანს რომ ეხა საბოლოოში პროპაგანდა თუ რა არის შედეგი ხო არ იცვლება 12 წელია იმეორებენ რომ ვაიმე რა ვქნათ ნაცებს ხო ვერ გავაქრობთ ეს პროპაგანდა და საბოლოო ჯამში ამით გამოაგებ შენ არჩევნებს და შედა ეხა იძახე ეხა ხო ვერ გავაქრობ პროპაგანდა და იყავ კიდე 12 წელი წააგებს ოპოზიცია და მე იძახო კიდე რა ვქნათ კაცო ეს ნაცები რით არ დაგავიწყდა და არა ვიწყდება ამ ხალხს და ვიწყდება შეუძლებელია ის კი არა შვილებს მე სტუდენტები მყავს ეხა 20 წლის ბავშვები და ისინი მელაპარაკებიან რაღაც ნაცების ზოს და რო ვეკითხები საიდან იმიტომ შობლება მოუყვეს სახში ხო შობლებისგან იცის რომ ის საშინელება იყო იცი ზუსტად არ დავიწევდა ვერეს ვიძახი რომ მალე შვილიშვილები წამოვლე და ისინიც კი ნაცებზე ილაპარაკებენ თუ ამ ოპოზიციამ ვერ გაიგო რომ პრობლემაა ეს სანამ ესე იგი აი ნაცებს ვისაც შეეხენ ის არ გადავა ძალიან ღრმა წარსულში ის ხალხი შვილთა შვილების თაობა არ იქნება მაშინ მათ ლარავის აღარ გახსენდება კი ეხლა ეს ახალგაზრდა თაობა როა მათთვის ბევრისთვის ვისაც ასე უშუალოდ არ შეხებია ვის ოჯახსაც იმისთვის ეს საერთოდ გაუგებარია მაგრამ ვისაც შეეხო რომელ ოჯახსაც ვისაც ეს ახსოვს ეხლა იმათთვის ეს არ ჯერ კიდე მაგიაველი წერდა ასეთ რაღაცეებს რომ ადამიანი ჯობია მოკლა ვიდრე საკუთრებას აართვაო და რაც ამათ მოქონების გადანაწილება ბიზნესების ასე ვთქვათ წართმევა ვიღაცებისთვის მიცემა მე ვიღაცას წაართვეს ამას მიცეს ამას ეს კეთდებოდა მასიურ დონეზე ხა მე თვითონ რამდენიმე შემთხვევაში და მახსოვს და რითი იმართლებდა თავს იცი რომ აი 90-იან წლებში ყველამ უკანონოდ დაითრია ეხლა თელმა ქვეყანამ თუ დაითრია უკანონოდ და შენ ადგებიდან თელ ქვეყანას ჩამოართვე მე ის ხალხი ბუნებრივია ხმას არ მოგწევს ხო ეხლა მაგრამ რაღაცა საშუალო გაწყვეტა ხონდა მიიღო ან უნდა დაუკანონო ამ ხალხს მაგრამ თუ მიდიხარ ამ გზით რომ მოდი ეხლა მე ყველას ჩამოვართმებ და რაღაცას იმას აღვადგენ რა ქვია идеალურ წესრიგს ამას ხო ვერ აღადგენ ასე არ მოხდა ხო ამას ხო ვერ გააკეთე ხელისუფლების ნაცმოძრაობის დროს მოხდა ის რომ ვისაც ქონება წაართვეს დიდწილს ვინც დაუტოვეს იმას ვინც პოლიტიკური ლოიალობა გამოუცხადა თავიდან იმათაც იჭერდნენ მაგრამ ზოგიერთმა მე ფული გადაიხადეს გამოვიდნენ ზოგი გადავიდა მათ სამსახურში ჩადგა და ფულით ხდა და ვიღაც თავის ერთგულ ბიზნესმენებს დაურიგესან ვიღაც ასეთ დონეზე იყო კეზერაშვილმა დაითრია და ხო მაგრამ თავად ამით იმართლებენ თავს რომ აი იმ დროს ყველას ჰქონდა რაღაცა უკანონოდ დათრეული ან გავიგე ხე იმიტომ კანონიერად არ არსებობდა და ვინც მოახერხა რაღაცნაირად დაითრია ეს ხო ვიღაცამ ისე ვიღაცამ ასე მაშინ თუ მაგზით მიდიხარ რა უნდა ქნა იცი რომ მაშინ უნდა გააკეთებ მაგას მე უნდა დაიხურო ქუდი და წახვიდე იმიტომ მიხვდე იმას რომ ამდენ ხალხს რომ დაიჭერ შენ ხმას აღარ მოგწევს და ნაციონალურ ეს კი გააკეთა თან ამდენი ხალხი დაიჭირა ამდენ ხალხს ქონება ჩამოართვა და თან არ წავიდა ეხა იძახის კიდევ ხმა უნდა მომცეთო სხვა პრობლემა იყო მაგ პრობლემა ის იყო რომ ამათმა რეალურად გამოსწორება კი არ ცადეს სიტუაცია რომ ჩანაცვლებაც ცადეს რა ჩვენი ხალხი იმათნაცვლად ვინ ჩვენი ხალხი არ არის აი ეს მიდგომა იყო მაგ ყველაზე პრობლემური თორე იგივე მაგალითად ავტოინსპექციის რო გაუხდა ის ავტოინსპექტორები რო გაუშვეს და პოლიციაში სრულიად ახალი სულ გაყარეს ხალხი და ახალი მიიღეს ხალხში ამას ცუდი რეზონანსი ჰქონდა მე მგონი ძალიან კარგი რეზონანსი ჰქონდა და პირიქით საზოგადოებაში მაშინ ამაღლდა ყველაზე კორუმპირებულებს რო იჭერდნენ გახსოვთ ბობოლებს ეხა რკინიგზის შეფი ჩხაიძე რო დაიჭირეს და ჩხაიძე და ვიღაცები და ფულები რო მოატანინეს ხალხი ამას არ შუკრავდა იმიტომ რომ მართლა გამწარებული იყო კორუმპირებულებს მე არ გაჩერდნენ ხო და მაგას ან სადღაც უნდა გაჩერებული იყვნენ
მივხვდარიყე რომ მთელ ქვეყანას ვერ დაიჭერ და მთელ ქვეყანას ვერ ჩამოართვებ ქონებას. ან თუ ამზით მიდიხარ, მაშინ საერთოდ უნდა წახვიდე მე პოლიტიკიდან რა, თქვა რომ აი მე გავასუფთავე, შავი სამუშაო შევასრულე, კრიმინალები დავიჭირე, რაღაცა ვქენი, ყველა და მე ხა მივდივარ. თავის დროზე ეს კარგად რო არ იქნა გარჩეული, გაანალიზებული, მაგრამ ისე გადმოვიდა და რაღაცნაირად იქნა ისე აი დღეს პრაქტიკულად ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც აი კვლავ იგივეს უბრუნდება, მე რამდენად უცნება, მე რამდენად უბრუნდება იგივეს და კვლავ მუშაობს. ხო, ანუ ეხა ოცნება ასეთ კვლევებს ატარებს ყოველ დღე. ესენი ამბობენ რომ კარგი რა დროს ნაცებია, ნაცების ვის ახსოვს, ნაცების თემა არ მუშაობს, რო არ მუშაობდეს, ოცნება ამ კომისიას კი არ შექმნიდა. იმიტომ შექმნა რომ მუშაობს ისევ და ეხა ჩვენ ხა გინდა იქიდან მიუდექი, გინდა აქედან მიუდექი, რომ მუშაობს. ეს თემა არის ფაქტი და რაღაცა ამ თემასთან დაკავშირებით უნდა გადაწყვიტოს ოპოზიცია. კიდევ ერთ თემას ვიტყვი, მაგალითად, აი აქ არის ის, რომ არჯერ ამ ხალხს რომ რუსეთში მიყავს ოცნებას. არჯერ. ხო და ეს ხო არის თავარი თემა ერთ-ერთი ოპოზიციის. ესეც ვერ დააჯერეს. მივყავართ. ვართ უკვე იქ უნებია. ანუ აქ ის კი არ არის რომ ჩვენ რუსეთის ისარგებლებს ამით და რუსეთის გავლენა გაიზრდება. არა, უკვე ვართ. უკვე იმაში ვართ, რა ქვია, ჩელიაბინსკში, უკვე საბჭოთა კავშირი ვარ და ნუ ეხლა ასე მეუბნები, ნუ ბუნებრივია ეს მოყოყმანეც კი აღარ მოდის მე შესკერება. ამ თემაზე საინტერესო რამდენიმე ციტატას აგიკითხავ, აგერ გლობალური მასშტაბით სწორი პოზიცია დაიჭირესო, ამბობს ერთ-ერთი ოცნების მომხრე, როცა ნეიტრალურები იყვნენ, არც მწვადი დაწვეს, არც ჩამფური და არც ჩერენი, იმაში რაშიც ახლა უკრაინა შეიძლება ჩვენც ყოფილიყავითო. ამასთან სოფლიოზე ასპარეზზე ისეთ მოვლენები ხდება, დიდი მოთამაშეების ჭიდილია, ასე დროს ნეიტრალური პოზიციაში ჯობს. ერთი ნახე რა საინტერესო რამეს ამბობს, დამცველად ჩინეთი გვირჩევნია ვიდრე ამერიკა. რუსეთი არ მირჩევნიაო, ამირჩევნია ამერიკას, ან თუ რუსეთი და ამერიკაო, მაშინ ამერიკა მირჩევნია, მაგრამ თუ ამერიკა და ჩინეთიო, ჩინეთი მირჩევნიაო. ჩემთვის ოკუპანტია რუსეთი, მაგრამ რუსეთს ჩაკუჩით არ უნდა გაუვარდე, ვერ მოერევე. ეს დამოკიდებულება ცალკე თემა არის. ადამიანი მაგალითად ფოკუს ჯგუფებზეა ლაპარაკი და პირველი არის ის ტიპი, ვისაც მეც დავეთანხმებოდი ოპოზიციას არ აქვს აზრი ლაპარაკს. ადამიანი, რომელისთვის უნდა ვიყოთ ნეიტრალური, არც ამერიკა, არც რუსეთი, არავინ არ გვინდა. კაცო, იქ აუხსნა წესი. ვერაუხსნი ეგეც, რომ ეს შეუძლებელია. ეგ შეუძლებელია საქართველოს ისეთ გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზეა ისტორიულად. რომ არასდროს არავინ თავს არ დაანებებს ეს რომ ყველა შენ თავი დაგანებოს და შენთვის იყო და შენებაზე ისე რომ ასე არ არის ჩვენ უნდა შენ ისეთ ადგილას ხარ და გეოგრაფიულადაც და ისტორიულადაც რომ შენ მუდამ გიწევს არჩევანის კეთება რომელიც არის უფრო სასარგებლო და ზოგჯერ გიწევს იმის კეთება რომელია უფრო ნაკლები ბოროტება ასეც კი ხა ჩინეთი რო იზახეს ხა მეორეა რომელიც ბოლოს არ არის გაცნობილი ჩინეთი მინდა რო იცის საერთოდ რა არის ეს ჩინეთი რა ქვეყანაა შენგან რა სიტყობს რა პირობებია ამერიკა რა სიტყობს შეიძლება აუხსნა რაღაცები რა აი მეორესთან უნდა ლაპარაკი კი მაგას ქართულ ოცნება აი სადაც პროპაგანდა მიმუშავა კარგად არის რომ ამერიკის დასავლეთის ევროკავშირის ეს დისკრედიტაცია კარგად მოახდინეს რომ აი აქ თემებში არ წერია ერთ-ერთი თავარი თემა აქვს ეს ქართულ ოცნების მომხრეებსაც რომ აი სუვერენიტეტს გვართმევენ იმიტომ ჩვენ საქმეებში ერევია კარნახობენ რაღაცას და აი ამას იმეორებენ ასე და ამაზე ხო ახსნა ჭირდება რა თქმა უნდა მაგას ჭირდება ახსნა განმარტება სერიოზული მუშაობა და ძალიან მესიჯ ბოქსის შემუშავება ანუ გასაგებენაზე უნდა უთხრა ესა რაღაცა ისე კი არ არა სისულელია და რაღაცა ახლა ის რომ შენთვის ეს დასავლური ორიენტაცია იქნება თუ რაც იქნება ეს პროდასავლური ორიენტაცია შენი ეროვნული ინტერესების შესაბამისია და შენი ეროვნული ინტერესების რეალიზება მხოლოდ ასე შეიძლება მოხდეს აი ეს არის ასახსნელი ანუ შენ თავში უნდა დააყენო შენი ინტერესები ასე უნდა ელაპარაკო და დაანახებ ამას ეს არ არის რთული იმიტომ რომ რეალობას ეს შესაბამება და არა ის რომ რაღაცა იქ რუსეთს თუ არ გააბრაზებ ხა და თუ ყველაფერს შეუსრულებ კაცო მასე ყველა კი ეხა მოძალადე რა და ვიღაცას რა აუპატიურებს იმიტომ აუპატიურებს რომ ნები დარნებდება შენ თუ ნები დარნებდები კი არ გაგაუპატიურებ ზალით მაშინ თუ არ დარნებდები მაშინ გაგაუპატიურებ ეს რა ლოგიკაა მოდის ტიპი და გეუბნება რომ აი მინდა ხო და შენ ახლა ხა თავს ხარ გაუპატიურებ მაგრამ იმისა დავნებდი აი ამას ეს არის ნუ ეგ ტაქტიკა აქვს ეს არის ასეთ ტიპს რომელიც ასე აზროვნებს და ასე ფიქრობს რომ რუსეთი ყოვლის შემძლეა და რაც უნდა იმას გაგვიკეთებს ნუ ახლა ასეთ და მე ვერ ხედავ მართალი გითხრას კი მე მაინც უნდა უთხრა მაგასაც რომ ეს ასე არ არის მაგრამ ნუ ეს გასაგებია მაგრამ ისეთი რომელიც აიძახის რუსეთის ოკუპანტია ცუდია მაგრამ
ჩაკუჩით არ უნდა გაუვარდე. აი ეს პრინციპში სწორი მიდგომა. ჩაკუჩით მართლა არ უნდა გაუვარდე და შენ არ უნდა იყო ინიციატორი რაღაცეების, მაგრამ ამიტომ მე ყოველთვის ვამბობდი და ეხლა ვიტყვი, ჩვენი პოლიტიკა იდეალური ხელისუფლების პირობებშიც, რომელიც იქნება რა თქმა უნდა პროდასავლური, პროევროპული, პროდასავლური, პროამერიკული იქნება და ინტეგრაცია ევროპის და ამერიკასთან ერთად ხედავ ჩვენ უსაფრთხოებას და სოციალურ ეკონომიკურ ინტეგრაციასაც და პოლიტიკურსაც, თუმცა რუსეთთან ურთიერთობაში მე ვიტყოდი, უნდა ვიყოთ ფრთხილი და პრინციპული ვიყოთ. არ უნდა ვიყოთ უპრინციპოები. არ უნდა დავთვალოთ ჩვენი სახელმწიფო ინტერესები, მაგრამ უნდა ვიყოთ ფრთხილი. ეს არნიშნავს, რომ ის არ უნდა გავაკრიტიკოთ, არაფერზე ხმა არ მოიღო და მაგალითად სოხუმი თბილი მოსკოვის რეისი რო აქვს, რო აღადგინეს და დაფრინავს. ეს მაგალითად ამაზე საერთოდ არ მიაქციო ყურადღება და ვითომ არაფერი არ მოხდარა და როგორ არ მოხდარა შენ ტერიტორიას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რო აქვს აღიარებული და კიდე ფრენებს რო ანახლებს ეხლა იქ ამაზე უნდა გამოთქვა პროტესტი. ეს არის ელემენტარული რაღაცა, მაგრამ იმდენად არის ხელისუფლებაში რომ რუსეთს ან კარგი ან არაფერი აი ნახე ახალგაზრდა ცალკე იყო ახალგაზრდების ჯგუფი ცალკე იყო სხვათაშორის ყოფილი საჯარო მოხელე ამ საჯარო მოხელე რომლებიც ოცნებამ გაუშვა სამსახურიდან მაგრამ მაინც ოცნებას უჭერენ ხარს ნუ ისინი უფრო კრიტიკულები იყვნენ შედარებით მაგრამ ბოლოს მაინც ხო ოცნებს ხარდაჭერები აი ეხლა ხიან საინტერესო ოცნებამ გაუშვა საჯარო მოხელები და კიდევ ისე ხარდაჭერები ნუ ზოგს იმიტომ რომ ისე ნაცები არ მინდა იძახა ზოგი იმიტომ რომ იმედი აქვს რომ და თუ ჭიანურად მოიქცევა და დაბრუნდება ისევ იმის იმედი აქვს რომ ისე ოცნება დამასაქმებს რა საბოლოო ჯამში ერთი ეს ვარიანტია ხო კიდევ ერთი რაც აწუხებთ არის რადიკალიზაცია ანუ თვითონ ოცნების მომხრეებს რომ აი ოჯახებში არის დაპირისპირება უკვე საკუთარ ოჯახის წევრები გვეჭუბებიანო და ეს არ მოსწონთ რა თვითონ ამბობენ რომ არაფერი აღარ გვიხარია ისეთი ამბები ხდება ქვეყანაშიო ახალგაზრდების ისა რა ქვია რა არ მოწონთ რომ თავრობას მოუწია ძალის გამოყენება აქციებზე ეს არ მოსწონთ ახალგაზრდებს ამ სახით ოპოზიციის არსებობა ეგენ საერთოდ უნდა გაქრნენ ამბობენ ამ ოცნების მომხრე ახალგაზრდები დასავლეთის დაფინანსებული აგენტურული ქსელის დატოვება და ამით გამოწვეული აქციები არ მოსწონთ პატრიარქის ლანძღვა არ მოსწონთ განათლების სისტემაში არსებული პრობლემები არ მოსწონთ ნარკოტიკების ხელმისაწვდომობა არ მოსწონთ მშობლების დახმარება თუ არა აქვს სტუდენტს უწევს მონურ სამუშაო პირობებზე დათანხმება ნაცნობობად ხდება სტაჟირების პროგრამებში ჩართვა. ეს არ მოსწონთ. ანუ რაღაცა ოპოზიციისგან არ მოსწონთ და რაღაცა ხელისუფლებისგან. ნუ ეგენი არ ვიცი ახლა დასავლეთის აგენტურულ სქელს ახალგაზრდა რო იტყვის, ეხლა ის რა სტაჟირებას კი არა, საერთოდ არ უნდა გააკარო, მე რომ გითხო. ნუ ახლა ოცნების ბაში რაღაცებს უჯერებს ოცნებაში. რა მოწონთ? რომ არის მშვიდობა და ქვეყანა ცეცხლის ალში არ არის გახვეული, კანდიდატის სტატუსი ჩვენი გზა ევროპისკენ მიდისო, ამბობენ. ეს ამას ნიშნავს, რომ სპორტის მხარდაჭერა მოსწონთ ძალიან წახალისება ჯილდოები, მთავრობის სწორი გადაწყვეტილება, ანუ სპორტში წარმატებები, ამას მთავრობას მიაწერენ. ნუ ფრაზები, ეხა მათი ნათქვამები, ის მთავრობას წავა და ეს მთავრობასთან მე და შენ ერთმანეთის პოლიტიკის გამო ასეთ რაღაცები არ უნდა ვაკადროთ. აქციის მონაწილე ახალგაზრდებს დაჩემებული რომ აქვთ ევროკავშირი გვინდაო წარმოდგენა არ აქვთ ევროკავშირი რეალურად რა არის ამბობს ერთ-ერთი ახალგაზრდა ოცნების მომხრე რამდენ პრობლემას შექმნის პლუსები ძალიან ბევრი აქვს მაგრამ შემდეგ ბრიუსელმა უნდა გადაწყვიტოს რამდენი ჰექტარი ვენახი უნდა კონდეს რამდენი ლიტრი ღვინო უნდა აწარმო ჩვენი გადასაწყვეტი აღარაფერი იქნება და ეს იქნება ჩვეულებრივი საბჭოთა კავშირი ადრე თუ ეკონომიკას მოსკოვი გვიგეგმავდა ეხლა ბრიუსელი დაგიგეგმავს ვინც იტყვის ეკონომიკა ყვავისო იმას თავში უნდა ჩაარტყა ქართულ ჯიგრულ პოლში ყველაფერი მოსულა ეს უფრო ხა კრიტიკულად არის ხელისუფლებისა ნაწყვი ყოველ ნეპოტიზმის სახეზეა და ბევრი ადამიანი იჩაგრება ამის გამო ეს არ მოსწონთ შვეიცარიის მსგავსად უნდა ვიყოთ ნეიტრალური და ჩვენ უნდა დავაინტერესოთ სოფლიო და ეს იქნება ჩვენი უსაფრთხოების გარანტია რაც მეტი ინტერესები იქნება ჩვენს ქვეყანაში მით უკეთესი მაგალითად ჩინეთი ინდოეთი ამერიკა ანუ ყველას ინტერესი უნდა იყოს და აი ეს იქნება გარანტია ის გემლოვით მინდა ვთქვა რომ ახალგაზრდები მთავრობის მომხრე ახალგაზრდები ყველაზე მძიმე ჯგუფი არაფერი მაგალითად არ გამოაძებ წინასწარ შემიძლია ვთქვა აი ნახე ერთი არის ძალიან რადიკალური მაგალითად გავაძევებდი მადამ პრეზიდენტს ქვეყნიდან ყველა აგენტს ვამხელდი დავიჭერდი და მოსუფთავებული ქვეყნიდან ჯანსაღი ოპოზიციურ ძალებს ვიცემთ საშუალებას რომ შემოსულიყვნენ სწორი ოპონირება გაეწია იმდენი გვერდები არა უდგა მაგაზე არა ნუ ახალგაზრდები ყველაზე მძიმე შემთხვევაა იმიტომ რომ ახალგაზრდა რო ხარ ახალგაზრდა არ ხარ დამძიმებული ბევრი რაღაცით და კიდე ამათი მომხრე ხარ მე მგონი ეს უკვე არ დიაგნოზი რა ვისაც უნდა ეწყინოს რომელ ახალგაზრდასაც უნდა ვერანაირი რაციონალ გონიერი ოდნავ მოაზროვნე და ოდნავ განათლებული ადამიანი არ შეიძლება იყოს ახალგაზრდა თუ ხარ ოცნების მომხრე ძველგაზრდა რომელსაც ეს ნაცების რაღაც
პრობლემები აქვს. კიდე შეიძლება, ანუ რაღაცა ტკივილია განცდილი, რაღაცა ომის შიშებია. შენ ეს ახალგაზრდა 20 წლის ბიჭი რო ხარ და 22 წლის ბიჭი რო ხარ და რაღაცა გინახავ ეს სისულელეს რო იტყვი რა ევროკავშირი, საბჭოთა კავშირია იგივე და ბრიუსელი და აზზე რო არა ხარ მართლა და უგაცრუა და ტყემალზე ეკონომიკის მხრივ რაღაც სტანდარტებს აწესებს და შეზღუდებს რეგულაციები სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციით დაწესებული და უნდა იყოს ეს რეგულაციები შენ იმის რეგულაციების მესამედი არა გადუსებული ერთ-ერთი ვიდრე რეკლამაზე გავალთ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჯგუფი არის უმუშევრების ანუ უმუშევრები არიან და თან ქართული ოცნების ხარდამჭერები არიან. ეგ უმუშევრები როგორც წესი არიან. თავრობის ხარდამჭერები არიან. რა მოსწონთ? სტაბილურობა და სიმშვიდე, თავრობის კურსი რომ ომში არ ჩაება. აწუხებთ. ეხლა რა აწუხებთ? ეხლა ვიფიქრე რომ რაღაცა თავრობასთან დაკავშირებით აწუხებთ. რომ ნაციონალები არ დაიჭირეს. ეს აწუხებთ. უკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტა, ევროკავშირთან ურთიერთობების გაწყვეტა, ანუ ეს ევროკავშირთან ის არ მოსწონთ ურთიერთობების გაწყვეტა, წამლების სიძვირე ერთი იგივე ადამიანების გადანაცვლება სხვადასხვა თანამდებობებზე ახალ სახეებს ვერ ხედავთო, კოჰაბიტაცია იყო უდიდესი შეცდომა, კორუფცია განათლებაში სამშენებლო სექტორში. ანუ აღიარებენ კორუფცია არის, ევროკავშირთან ურთიერთობები გაჭირდა ყველაფერი აღიარებენ, მაგრამ ნაცები არის მთავარი პრობლემა მას. ხო და ამას ეხა ოპოზიცია ამაზე რო თვალს ხუჭავს და ასე ხო რა ვქნათ ეს პროპაგანდა, ბიჭო, პროპაგანდა თუ რაც არის, ხო ფაქტია რომ ამ ხალხს ვერაფერს ვერ მოუხერხებ და კიდე ერთხელ ვინც იმას იტყვის რომ ოცნების ამორჩევლზე ჩვენ არ უნდა ვიმუშაოთ და აზრი არ აქვს, მაშინ წააგებ, იმიტომ რომ არჩევნები არის თვლით და 10 კაციდან 6 თუ ხელისუფლებას აზრავს, ის მე-6 თუ არ გადმოიბირე, რანაირად მოიგებ იმ არჩევნებს. მაგასაც დავიდავანებოთ თუ ასაგებია რომ ადმინისტრაციული რესურსი აქვს, რაღაცას აიძულებენ, რაღაცას მოისყიდავენ. ხო, მაგრამ საერთო ჯამში ვიძახ. ანუ შესაძლებელია, მაგრამ ეს ამორჩეველი და ბაზა ამხელა როგორც მას აქვს, უკვე უზრუნველყოფს იმ გათვალისწინებით იმ ადმინისტრაციული რესურსისა ოცნების გამარჯვებას. რა თქმა უნდა, მაგ ხალხშია შესატანი და მაგ არის კონტინგენტი, რომელიც შესაძლებელია უფრო თუ არანაცური პოლიტიკური დღის წესრიგი იქნა, ნაცური პოლიტიკური დღის წესრიგით ვერ გადმოიყვან ამ ხალხს რა. ვერავით არ ეს ვერ გაიგო ოპოზიციამ და იძახიან, ვაიმე, რა ვქნათ, რა უშველოთ ამ ნაცებს, რაღაცა უნდა უშველოთ. მაგრამ ჩვენ გვაქვს დავიწყება, შენთვის უნდა გააკეთო, თუ არა გაგაკეთო. რაღაც ერთიანობაზე არ უნდა ილაპარაკო. ყველა ერთად თუ იყავით, იქნებით ერთი დიდი ნაცივი. ეს ასე კოლექტიური ნაცვოძრობა როგორც წესდება. მოკლედ ჩვენ გვაქვს რეკლამა და რეკლამის შემდეგ როგორც ვიტყევთ უკვე ტრამპის პოლიტიკაზე ვისაუბრებთ. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით გადაცემის ამ ნაწილში უფრო საერთაშორისო თემებზე ვისაუბრებთ, რომელიც ყველას გვაწუხებს, ხო უკრაინის ომი, ევროპაში მიმდინარე მოვლენები და ჩვენთან კავშირშია ეს ყველაფერი. სულ ახლა ხან მაგალითად დაიდო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის საკმაოდ საინტერესო განცხადება, უკრაინა არ წავა მშვიდობაზე ნებისმიერ ფასად, ამბობს ანდრეი სიბიგა. პირველ რიგში არ წავალთ უკრაინის ნებისმიერი დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რუსულად აღიარებაზე განაცხადა მან. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა არ წავა საკუთარი არმიის სტრუქტურის ან რიცხოვნების შეზღუდვაზე, ასევე თავდაცვითი მრეწველობის, მოკავშირეების, სამხედრო დახმარების ან მათი კონტინგენტების განლაგების შეზღუდვაზე. მესამე, არ მივიღებთ უკრაინის სუვერენიტეტის, ჩვენი შიდა და საგარეო პოლიტიკის რაიმე შეზღუდვებს, მათ შორის მოკავშირეებისა და ალიანსის არჩევის მხრივ, რომლებთანაც შეერთებასაც ვცდილობთ, ან ნატოზეც არ ვთქვით ვარსო. მოკლედ, ჩვენი სტუმარია თათია დოლიძე, რომელიც არის ევროპის ოდნობის დოქტორი, მივესალმებით მას. გამარჯობა თათია, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ევროპაზეც ვისაუბრებთ აუცილებლად, მაგრამ მანამდე მინდა სწორედ ამ თემით დავიწყოთ. ბოლო პერიოდში ეს განვითარდა მოვლენები, სწრაფად ვითარდება, თითქმის ყოველ დღე იცვლება, ისე როგორც ტრამპის განწყობა იცვლება ამის ყოველ დღე, იმის მიხედვით თუ რა ხდება, ბოლოს გახმოვდა ეს მინერალების შეთანხმება და თითქოს რაღაც შეიცვალა, უფრო დადებითისკენ უკრაინისთვის. როგორ აფასებ ხა ამ ყველაფერს და როგორ წარმოვიდგენე მოვლენების განვითარება? არ ვიცი, რამდენად იცვლება. იმ თვალსაზრისით, რომ ეს ტაქტიკური უკანდახევა შეიძლება იყო ტრამპის მხრიდან, თუმცა იდეოლოგიური უკანდახევა ნამდვილად არ ყოფილა. გარღვევა არის, რა თქმა უნდა, თანამედროვე ვაშინგტონის და კიევის ურთიერთობებში, განსაკუთრებით ოვალურ კაბინეტში მომხდარი, ალბათ შეგვიძლია ასე უწოდოთ ინციდენტის მერე თებერვალში, ყველა ევროპაში დაძაბულობით უყურებდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. და საბოლოო ჯამში ხო უკრაინისთვის შეიძლება საუკეთესო შემთხვევაში თეორიულად პირდაპირ უსაფრთხოების გარანტიებია სასურველი, მაგრამ იმ მოცემულობაში, რომელიც გვაქვს, პრინციპში ძალიან კარგი ვარიანტი გახდათ ასევე მისთვის იმ შეთანხმების გაფორმება, რომელიც დაფუძნებული იქნება სუვერენობის პრინციპზე და ასევე
თანასწორ უფლებიანობაზე და რომელიც გარანტირებულად გულისხმობს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკურ გრძელვადიან ინტერესს და შესაბამისად წარმომადგენლობას უკრაინაში და თუ ვთქვათ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება არ არის ყოველთვის მზად რომ დაიცვას უკრაინის ინტერესები, ყოველ შემთხვევაში საკუთარ ინტერესებს აუცილებლად დაიცავს. ამიტომ ეს ირიბი საფრთხეების გარანტია. ნუ რა თქმა უნდა, რამდენად საკმარისია ეს და დღეს ხვალ ეს ომს ასე პირდაპირ გაგებით, რა თქმა უნდა, არ შეაჩერებს, თუმცა ეს ირიბი საფრთხეების გარანტია ნამდვილად არის. კი ბატონო და შეიძლება ჩაითვალოს ამ შემთხვევაში უკრაინისთვის ძალიან მომგებიან შეთანხმება, თუმცა ასევე ტრამპისთვის, იმიტომ რომ მაგალითად ოვალური კაბინეტის აი ამ შემთხვევის შემდეგ ძირითადი კრიტიკა რა თქმა უნდა ტრამპს შეხვდა, მაგრამ ასევე იყვნენ ისინი, ვინც თქვა ზელენსკის აკრიტიკებდა ხომ, რომ თქვა ესეთი ხისტი არ უნდა იყოს ამ შემთხვევაში და დათმობებზე უნდა წავიდეს, რადგან თავად ტრამპიც ასე თვლიდა ხო, იმიტომ რომ კარტი არ უჭირავს თქვათ მას ხო ხელში შესაბამისი, მაგრამ ზელენსკის პოზიცია ძალიან გასაგები იყო, მას სჭირდება სუვერენიტეტის დაცვა, მას სჭირდება რომ ეს დასავლეთის დახმარება შეინარჩუნოს, ანუ რეალურად ეს უფრო მისი მოლაპარაკებების ხელოვნება კი არ არის, არამედ ის რაზეც დგას, ანუ მისი ინტერესი, რა თქმა უნდა, არ აწყობდა მაშინ იმ პირველადი ფორმით, თუნდაც იმ შეთანხმების გაფორმება, რომელიც უფრო იყო რაღაც ფინანსურ უკუგებაზე ორიენტირებული ამერიკის შეერთებულ შტატებს, თქვათ ის დახარჯული თანხა, რომ უკან ამოეღო ამ რესურსების სახით ერთი მხრივ და მეტწილად ითვალისწინებდა ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესს და პირობებში, როდესაც ომში იმყოფება და რუსეთი ყავს მტრად, კიდე დამატებით თქვათ ამ მსგავსი შეთანხმების გაფორმება და ამერიკის დომინირებაზე თქვათ ხელმოწერა იგივე თავისი რესურსების ჭრილში შიგნიდან ნამდვილად არ იქნებოდა დადებითად მიღებული, მაგრამ ტრამპის შემთხვევაშიც იგივეა, თქვათ თუ ზელენსკის რა რისკიც ჰქონდა, თქვათ რომ ამერიკა როგორც პარტნიორი დაეკარგა, ტრამპსაც ჰქონდა ეს რისკი თავისი ამორჩევლების წინაშე, თუნდაც როდესაც მან წინასაარჩევნო პერიოდში დადო დაპირება, რომ ომს დაასრულებდა, ხო 24 საათში 100 დღეზე მეტი. ასე მარტივად დასრულდა. ამას ახლა ვნახე ზუსტად დღეს ჯეიდი ვენსის განცხადება იყო იმ ვიცე-პრეზიდენტის რომ როგორც ჩანს არ დამთავრდება მალე ომი უკრაინაში. მინიმუმ ეს შეთანხმება მას სჭირდებოდა, ტრამპსაც სჭირდებოდა ამას გაყიდის უკეთესად ასევე როგორც შიგნით ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, იმიტომ რომ ბევრად მარტივია გაყიდო რაღაც ეკონომიკური ბენეფიტი ხელშესახები რაც არის, ვიდრე უფრო აბსტრაქტული გეოპოლიტიკური და სტრატეგიული გათვლები ვთქვათ, ან როგორც ბაიდენის შემთხვევაში რაღაც საერთაშორისო წესრიგის დარღვევის წინააღმდეგ და დემოკრატიისთვის ბრძოლა, ეს ბევრად უფრო რთული გასაყიდია. რუსეთთან ურთიერთობაში ტრამპს შეადანაშაულებდა, რომ ის რუსეთის მიმართ ძალიან ზედმეტად ლოიალურია და აზაპუტესო კარგად იხსენიებდა, რომ ის მე პატივს ვცემს, რაღაცა ფაქტობრივად მის ნარატივებს იმეორებდა, ხო, ომის დაწყებასთან დაკავშირებით თუ ასე შემთხვევა. ბოლო დროს ბიზნესმენია რეალურად. მე არ ვიცი, არ ვიზიარებ ბოლომდე რომ რამე იცვლება, იმიტომ რომ მისთვის არის ეს ყველაფერი ტრანზაქციული რა, ანუ მე რაღაცას გავცემ, უნდა საპასუხოდ რაღაც მივიღო. ანუ თუ თქვათ წინა ადმინისტრაციის შემთხვევაში უკრაინის მიმართ გაწეული იგივე დახმარება ეს რაღაც უპირობო იყო, მის შემთხვევაში ამას უბრალოდ პირობები ახლავს და მან უნდა იცოდეს, რომ თქვათ რასაც გასცემს, ან იგივე თქვათ ის პოლიტიკური მხარდაჭერა, ეკონომიკური თვალსაზრისით, ან თუნდაც რაღაც სტრატეგიული თვალსაზრისით, მას უკან დაუბრუნდება რაღაც ხელშესახები ფორმით, ასე ვთქვათ, როგორც ახლა ამ მინერალების შემთხვევაში, რომ შეიძლება დღეს ხვალ მას სულაც არ სჭირდება, ვთქვათ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან დაეხმარება, ახლა ჩინეთი დომინირებს. გასაგებია, ხო, ის ფაქტი, რომ მინერალების ხელშეკრულება ასე თუ ისე იდება და დადებულია თითქმის ეს რაღაცა უფრო პროუკრაინული ხდის ტრამპის პოზიციას. ეხლა ბლუმბერგმა დადო სხვათა შორის რომ მათი ინფორმაციით მაღალ ჩინოსტები ტრამპს თავაზობენ სხვადასხვა ვარიანტებს როგორ გააძლიეროს და სანქციები რუსეთის მისამართით, რადგან ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების ცდილობებს აჭიანურებს და ეხლა უკვე მასზე შეიძლება წავიდეს ეს ზეწოლა მათი მხრივ. კი, იმიტომ ეს ხო არ არის მხოლოდ ეკონომიკური შეთანხმება, რეალურად ამას პოლიტიკური მდგენელი დიდი აქვს. და ტრამპისთვისაც ასე ვთქვათ ეკონომიკური ინტერესით შენიღბული ასევე პოლიტიკური ინტერესია იქ შეეკავება. თითქოს უკრაინა რაღაც დათმობაზე წამოვიდა, დათანხმდა ხელმოწერას და ეხლა რუსეთისგან ელოდება ნაბიჯს და რუსეთისგან ეს ნაბიჯი არ არის და რჩება შტაბ-შეფერა რომ აჭიანურებს. ეხლა გადაწყვეტეს რომ მოდი რუსეთსაც მოვახდინოთ ზეწოლა რაღაც ეკონომიკური სანქციები და ასე შემდეგ. ნუ რა შედეგს გამოიღოს არ ვიცი, მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო ის არის რომ მედვედევი გამოვიდა დღეს და გადაცხადა Deep State-ი ჯერ კიდევ ებრძვის ტრამპს, ხო და გამახსენდა ჩვენი მაღალ ჩინოსტები არ ვიცი და ხუმრობით დავწერო, ეხლა ირაკლის არქუასგან გადაიწერა
მედვედევმა თუ მედვედევმა ზარქუასგან ცოტა გაუგებარი მეთქვა რა დაახლოებით იგივე რამ თქვა, რასაც ჩვენები ამბობენ, რომ deep state ჯერ კიდევ ებრძვის დონალდ ტრამპს. ასე ვითარებაში ვარ. კი ბატონო, ეს ამერიკის თემიდან მინდა გადავიდე აუცილებლად ევროპის თემაზე და ევროკავშირის თემაზე, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ დაიდო მარტა კოსის, რომელიც არის კომისარი გაფართოების საკითხებში, რადიო თავისუფლებამ და სადაც რამდენიმე საინტერესო თემაზე ისაუბრა, მან თქვა ასეთი რამ, რომ ჩვენ შეიძლებაო, ეხა 20 ქართულ 20-იან დამოკიდებულებაზე ჩვენს თავრობასთან, რომ შეიძლება თქვა უკან წავიღოთ სავიზო ლიბერალიზაცია, მაგრამ დავაზიანებთ მოსახლეობის უმრავლესობას. შემდეგ გვაქვს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება DCFTA. შეიძლება ამ შეთანხმებას გადავხედოთ. შემდეგ საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი, ასე რომ შეიძლება ეს გავყინოთ. ისეთი ჩიხი შევქმნათ, როგორც თურქეთთან. ეს არის შესაძლებლობები. მე არ მომწონს, როდესაც მთავრობა სათვალავში არიღებს ხალხს, ხალხის დიდი სურვილი, ევროპული გზით სიარული, ამაზე კვლავ ვიმუშავებთო, ვერ მივიღებ, რომ შეიძლება დავკარგეთ საქართველოს, თუნდაც დავკარგოთ მთავრობა ერთი მეორეს მიყოლებით იღებდეს კანონებს, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს. სადეთ დაგვეწესებინა სანქციები, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ყოფილა, ვიცით, იქ არ არის კონსენსუსი. ანუ ერთი მხრივ ამას აი შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ არ გვინდა რომ ხალხი დავაზარალოთო და მეორე მხრივ ის ამბობს, რომ ასევე შესაძლებელი კითხვაზე რომ განაახლებთ თუ არა საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობებს, ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზაა რომ მათ არ ვესაუბროთო, ამიტომ უნდა ვიფრთხილოთ შესაძლებლობა დასაწყისში უმაღლეს დონეზე არა, მაგრამ დაბალი რანგით დავიწყოთ. ანუ შეიძლება რაღაც დაიწყონ ურთიერთობების აღდგენა ოცნებასთან. როგორ ვფიქრობ, აი როგორ შეიძლება განვითარდეს ევროპის და ჩვენ მთავრობის ურთიერთობა, რომელიც ამ ეტაპზე ფაქტობრივად გაჩერებულია. ახალი პრინციპში აქ არაფერია, თუ გარკვეულ ქმედებებზე იკავებდნენ კიდევაც თავს იგივე ამ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებაზე, ყოველთვის ის იყო, რომ ხალხის ინტერესი არ დაზარალებულიყო. რადგან საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე ხელშესახები, ასე ვთქვათ, მოგება ამ ევროინტეგრაციის პროცესიდან არის სწორედ ეს უვიზო მიმოსვლა და ქართული ხალხის დასჯა არ უნდათ. მაგრამ, ნუ ვიცით, აქ არის რაღაც ცვლილებები, იგივე უვიზო შეჩერების მექანიზმის გამკაცრებაც მოხდა, განხილვა, რომელსაც არ სჭირდება კონსენსუსი ამ შემთხვევაში და ვთქვათ კომიტოლოგიის პრინციპით. დროების შეჩერებას არ სჭირდება კონსენსუსი, მაგრამ ის დროებით შეიძლება 2 წელი გაგრძელდეს და არ არის უბრალო რამ, რა თქმა უნდა, სხვა შემთხვევაში კი, ანუ ევროკავშირს თვითონ აქვს პრობლემა, არალიბერალური დემოკრატიები, იგივე უნგრეთი, სლოვაკეთი, ახლა ბულგარეთი მეტად უერთდება კიდევ მათ რიცხვს და შესაბამისად, რაიმე მექანიზმი ევროკავშირს რეალურად რომ შიგნითაც კი ამ არალიბერალურ დემოკრატიებს ებრძოლოს არ აქვს, ანუ ისეთ სერიოზული შეზღუდვები და სანქციები რაც შეუძლია დაუწესოს ისის კონსენსუსს საჭიროებს და თუ ერთზე მეტი არის მაგ შემთხვევაში მათ შეუძლიათ ყოველთვის ერთმანეთი იმ სიტუაციაში გამოიყვანონ მდგომარეობიდან. ეხლა ევროპის მართლმსაჯულების სასამართლო იქნება და ვერდიქტს დადევს, მაგრამ თუ არ შეასრულებს, ანუ არც გარიცხვის მექანიზმი არსებობს, ასე ვთქვათ და არც ვთქვათ რაიმე სხვა უფრო სერიოზული კონსენსუსის მიღმა. და საქართველოს შემთხვევაში ბევრს არ მოეწონება ალბათ ეს განცხადება, მაგრამ არის ამაში ალოგიკური, რა თქმა უნდა, არ არის თუ შეუძლებელია და ვთქვათ ჩიხშია შესული ყველაფერი, ვთქვათ იმაზე რაც არ არის ფუნდამენტურში რაც არ შედის და პოლიტიკურ სენსიტიური საკითხი რაც არ არის, ვთქვათ და არ ეხება სწორედ ამ ადამიანის უფლებებს და მართლმსაჯულებას, რომელიც თავარია, ჩვენ ვიცით, მოლაპარაკებების დასაწყებად თავარია, რომ პოლიტიკური კრიტერიუმი დააკმაყოფილო, ხო, ფუნდამენტურს რასაც უწოდებენ დანარჩენი უკვე არის, როდესაც გაიხსნება მოლაპარაკებების თავები და მე ხდება, მაგრამ თუ არის ევროკავშირი მზად რომ ამ თვალსაზრისით რაღაც დათმობებზე წავიდეს და ვთქვათ პოლიტიკური კრიტერიუმის არ დაკმაყოფილების გარეშე ეს ამ სამართლებრივი და ადმინისტრაციული მემართულებით ელაპარაკოს და თუნდაც ასოცირებით გათვალისწინებული რაც არის ბოლომდე საკითხები მიიყვანონ, იქნებ მე მართლაც ერთ დღეს, როდესაც ეს მთავრობა ვთქვათ შეიცვლება და მეტად პროევროპულად განწყობილი მთავრობა მამა მართლაც იყო შესაძლებელი მოკლე პერიოდში შემდგომ უკვე ამ პოლიტიკური კრიტერიუმების დაკმაყოფილება. თუმცა ყველაზე ხანმოკლე პერიოდი სკანდინავიის ქვეყნებს ქონიათ ჩრდილოეთის ყველაზე მაღალ განვითარებულებს და 3 წელი იყო ეს, ამიტომ არ ვიცი ახლა რომ იყო საუბარი ვთქვათ 2028 წლის შემთხვევაშიც 2030-ისთვის მოვასწრებთ თუ ეს ამბიცია გვაქვს რომ მათაც გადავასწრებთ, ეს არ ვიცი რამდენად რეალისტურია, თუმცა რაღაც შეუძლებელიც პრინციპში არ არის თუ ამ მიმართულებით არის რამდენად შესაძლებელია
ოცნებამთან აღადგინონ ისეთი ურთიერთობა, როგორც იყო მანამდე. ან ოცნებამ აღადგინოს მათთან. ეხლა წავიკითხავ, მე უფრო ცლად რას გულისხმობდა ეს მარტა კროსი, ვფიქრობ, ყველაზე მარტივი გზა არ ვესაუბროთ, მაგრამ რომ ესაუბროთ, უნდა იცოდეთ, რისი შეთავაზება შეგიძლიათ და მეორე მხრივ რაზეა წამსვლელი. ასე რომ ახლა იმის განხილვაში ვართ, როგორ შეიძლება ეს გავაკეთოთ. ეს დიალოგი ვაწარმოოთ იმ აზრით, რომ საქართველოს ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ. როგორც თქვი, ყველაზე მარტივი არ ესაუბრო, მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით სოფლიოში ბევრ სხვა ქვეყანას, რომელთაც არ გააჩნიათ კანდიდატის სტატუსი. საქართველოს კვლავ აქვს კანდიდატის სტატუსი. თურქეთის კანდიდატობა ჩიხშია. 2019 წლიდან მათთან არ გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ სულ ახლახან დავიწყეთ დიალოგი უმაღლეს ზონაზე. ანუ რაღაც მესამე ქვეყანას ასე მაინც ვესაუბროთ, ანუ საერთოდ გაწყვეტას, თქვა რაღაც ეტაპამდე მაინც მივიყვანოთ ეს ურთიერთობები. თუ ამას განიხილავენ, რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელი არის. რეალურად მაშინ შევიდა ჩიხში საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის ურთიერთობები, როდესაც ევროკავშირმა პოლიტიკური კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოითხოვა, ხო, როდესაც ის რაც პირდაპირ მისი დაკმაყოფილება პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა მათ ძალაუფლებას, ანუ უკვე პირდაპირ საფრთხე, როდესაც შეექმნათ, მაშინ შევიდა ჩიხში სწორედ ეს ურთიერთობები, თორემ თუ რა თქმა უნდა, როდესაც საუბარია, რომ დეოლიგარქიზაცია უნდა მოხდეს, ხო, სასამართლო უნდა თავისუფალი იყოს, თქვა ადამიანის უფლებები უნდა დაცული იყოს და შესაბამისად ის რაზეც დგას პირდაპირ დამოუკიდებელი უნდა იყოს, ხო, სახელმწიფო ინსტიტუტები, რაზეც დგას პირდაპირ ძალაუფლება, შესაბამისად ეს უკვე მტრული ნაბიჯია, მაგრამ თუ ამის მიღმა მოლდოვას და უკრაინასაც კი უსწრებდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულებით, თქვათ საქართველოს სწორედ ადმინისტრაციული თვალსაზრისით და აკი კომუნოტერთან ჰარმონიზაციის თვალსაზრისით ის რაც არ იყო პოლიტიკურად ასე ვთქვათ სენსიტიური საკითხი და თუ იმ მიმართულებით გააგრძელებენ მუშაობას ყოველ შემთხვევაში თავისთავად ის რომ საერთოდ დადგა ჩვენ საერთოდ კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭა და საერთოდ რომ არის ლაბარაკი ევროკავშირის გაფართოებაზე 2030 წლისთვის ეს პრინციპში ეს პოლიტიკური პროცესია და უკრაინის ომმა გამოიწვია ხო ხა ამის გარეშე საკმაოდ ბევრად დიდხანს მაგრამ ასეც არის ევროკავშირის ისტორიაში აღმოსავლეთ გაფართოებაც საბჭოთა კავშირის დაშლამ გახადა შესაძლებელი და ახლაც უკრაინაში ომმა უკრაინის თემა ბოლო ჩვენ ფაქტობრივად ერთი წუთი დაგვრჩა არის ძალიან შემთხვევაში უნგრეთი დღესაც გამოვიდა ორბანი და ამბობს რომ უკრაინის მიღება ევროკავშირში დაანგრევს ჩვენს ეკონომიკას და რატო დაანგრევს გააქვს ჩვენ ამაზე წარმოდგენა რა არგუმენტი აქვს მათ ნუ უნგრეთზე უკვე ვახსენე ასე ვთქვათ ხელმძღვანელობს არალიბერალური დემოკრატიების ჯგუფს ასე ვთქვათ ევროკავშირში და ამის საშუალება ეძლევა რეალურად ევროკავშირმა უნდა ასევე გარკვეულ რეფორმაზე იფიქროს ამ თვალსაზრისითაც რომ ხელშეკრულებითაც და პროცედურულადაც გათვალისწინებული იყოს ისეთი ღონისძიებები რომ ამის საშუალება ვთქვათ მის წევრ ქვეყნებს რეალურად არ ქონდეთ ხო, ანუ რეალურად გამოდის რომ უნგრეთი მიზეზებს ეძებს იმისთვის, რომ დაბლოკოს უკრაინის წევრობა, ხო? ევროკავშირში. ნუ სავარაუდოდ რუსეთის გავლენით ახლა სხვა ახსნამი არ აქვს. ხო, რა ეს მიზეზები რომ ისინი აწარმოებენ რაღაც ისეთ პროდუქციას, რაც ჩვენ გვაქვს და უკაცრავად, მაგრამ ახლა ამის გამო ვინ დაუბლოკავს? ვის დაუბლოკავს? არ დაუბლოკავთ მაგის გამო, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესში მაგალითად პორტუგალიას, ესპანეთს ჰქონდა ეს პრობლემები, რომ საფრანგეთს და იტალიას თქვა ეს გავსი სასოფლო სამეურნეო პროდუქცია ჰქონდათ და როდესაც გაწევრიანება მათი გაიწელა იმის გამო რომ ეშინოდათ თქვა ბაზარზე კონკურენციის მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის თუმცა ამ შემთხვევაში გასაგებია საიდანაც უბერავს სიო ხო ორბანისტვის კი ბატონო მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის თათია დოლიძე იყო ჩვენი სტუმარი ევროპის ცოდნეობის დოქტორი ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა მე გეშთოვებით კვირამდე კვირას 20 საათზე გადაცემით პოლიტ ქალაქი დაგიბრუნდებით